გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის 15,325 ჰექტრამდე ფართობზე ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია. ხორბლის გადამამუშავებელთა საწარმოებმა ჯამში 1364 ტონა ხორბალი უკვე შეისყიდეს, რომლის ჩაბარების საშუალო ღირებულება 70 თეთრია. მიმდინარე წელს ფერმერები 200,000 ტონამდე მოსავალს ელიან. ხორბლის აღების პროცესს გასული კვირის ბოლოს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით ონღულაშვილი გაეცნენ. უწყების ცნობით კახეთში მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხორბლის წარმოება 125-150,000 ტონის ფარგლებშია. საერთაშორისო ტენდენციების ფონზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაში. 2023 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2,6 ტონას ჰექტარზე, ხოლო 2024 წელს უკვე 3 ტონამდე გაიზარდა. ნათესი ფართობი ასევე სტაბილურია და 50-55,000 ჰექტარის ფარგლებში მერყეობს. ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კი ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალოდ 22% შეადგენს, რაც 2017-2020 წლების მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. რამდენად კმაყოფილები არიან მეხორბლე ფერმერები მოსავლით და სარეალიზაციო ფასით დეტალებზე სასაუბროდ ნიკოლოზ ბენიაიძე მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე შემოგვიერთდება გადაცემაში. დილომშვიდობისა ბატონ ნიკოლოზ, მადლობა რომ გვერთვებით გადაცემაში და პირველ რიგში რომ მინდა გკითხოთ, როგორ მიმდინარეობს ამ დროისთვის მოსავლის აღება და რეალიზაცია, რამდენად არის ეს პროცესი სრულყოფილი და გამართული, როგორც ამას უწყება ავრცელებთ. მოგესალმებით. ნამდვილად აქტიურ ფაზაშია შესული და განახევრებულია, შეგვიძლია ვთქვათ დღეს ხორბლის მოსავლის აღება ქერი თითქმის კახეთში 80% აღებული. მიმდინარეობს ორგანიზებულად, შეგვიძლია ვთქვათ, ჩართულია შტაბი, იცით რომ შექმნილია მარცვლეულის შტაბი, რომელიც აკვირდება მოსავლის აღებას და ვერ ვიტყვით რომ რაიმე დიდი შეფერდება რამდენიმე უბნის და ასე ვთქვათ ალაგრიცირა რეგიონში, სადაც არის ჭარბინალექი და კომბაინებს უჭირცესლა დანარჩენი აქტიურად შეუფერხებლად მიდის. მოსავალი არის შეგვიძლია ვთქვათ ნორმალური საჰექტარო მოსავალი შედარებით ამიდები. როგორც ხარისხობრივად, ასევე რაოდენობრივად, ბატონ ნიკოლოზ, რამდენადაც მათ შორის თქვენგანაც გვაქვს ინფორმაცია. ბატონო, ხარისხობრივადაც კარგია, თქვენ გულისხმობთ ეს სათვალთვალო საფურაჟე. როგორც ყველგან საქართველოშიც არის დაახლოებით 50-50 რა მონაცემებით გვაქვს ჩვენ ამ ეტაპისთვის, თუმცა სასულსათო ხორბალი რამოდენიმე კვირის შემდეგ უფრო სტაბილურია და უფრო შეგვიძლია აღების შემდეგ ვთქვათ რომ რა მონაცემიც არის და აქედან გამომდინარე უკვე რამდენიმე კვირაში გვექნება საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ სასულსათო ეს მოსავალი თუ საფურაჟე. თუმცა ვიცით რომ ორივე მოსავალი ქვეყანაში არის დეფიციტი, არის სადღაც 20%-ის ფარგლებში და საჭიროა მენა გამოვითარო და გავუწევთ მოსავლიანი. წლევანდელი ზრდა 10%-იან ზრდაზე საუბრობდით, თუ სწორად მაქვს ინფორმაცია და 200,000 ტონამდე მოსავალი, ეს იყო თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველ ჯერზე. რამ განაპირობა და შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ამდენიც ზრდა გვაქვს უკვე, თუ ეს არის წინასწარი მონაცემები და შეიძლება რეალობა საბოლოო ჯამში ცოტა ნაკლები და განსხვავებული იყოს. შეიძლება რეალობა ბოლო ჯამში განსხვავებული იყოს, მაგრამ იქიდან თუ ვიბიჯელებთ რომ შარშან ნაკლები ფაქტობები იყო შედარებით ათესილი, იცით რომ ორი წელიწადი რეალიზაცია გაუჭირდა ფერმერებს ძალიან და თვითდღირებულებაზე დაბლა გაყიდეთ ორი წელიწადი. ეს ფასები შედარებით წარმოიწია და შარშან ნაკლები ფაქტობი იყო ათესილი, მაგრამ შარშან წინთან შედარებით საჰექტარო მოსავალი გაიზარდა, წელსაც კარგი ამინდები იყო და ფართობებმაც მოიმატა და ეს გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ დაახლოებით 10% შეიძლება იყოს ზრდა. შეიძლება მიუახლოვდეს 200,000 ტონას. ფასები რამდენად სასურველი და მისაღებია დღესდღეობით ფერმერებისთვის. წინა წლებში გვახსოვს პროტესტი, მათ შორის მეხორბლე ფერმერების ამ ნაწილში დღეს როგორ აფასებთ ვითარებას? ფასებს რაც შეეხება ფასები შარშან უკვე დაიწყო და მაგალითისთვის 60 თეთრად 58 თეთრად მოხდა შარშანდელი სეზონის დახურვა და დასაწყისი იყო 55 თეთრი. ანუ დიდი რყევა არ იყო და დიდად არ შეცვლილა
მოსავლის აგების პერიოდში, მაგრამ წელს ახალ მოსავალზე ან ძველი მოსავალი დაახლოებით 90-95 პარკებში გაიყიდა და მკვეთრი ვარდნა აღინიშნება ადგილზე დაახლოებით არის 60 თეთრი ფერმერისთვის. ფასები რა თქმა უნდა 60 თეთრი არის ძალიან დაბალი. ეს გამოწვეულია როგორც მოსავლის საღები და ამ დროს ზოგადად ხდება ხოლმე ფასების კლება, მაგრამ ესეთი ვარდნა საღებოდებოდით 60 თეთრი ფარგლებში მოუწია ძირითადად გაყიდვა წვრილ ფერმერებს, რომლებსაც არ აქვს დასაყრელი საწყობები და აქვთ ვალდებულებები და იძულებულები არიან გადამყიდველებზე გაყიდონ საწყობებში დასაწყობების მიზნით შემდგომი რეალიზაციისთვის. ესეთი ფერმერი არ არის ცოტა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფასი არის დაბალი და ფერმერები ძირითადად ასაწყობებენ მეც პირადად და სხვაებიც, ვისაც ამის საშუალება გვაქვს, რომ დავედოდოთ ფას, რომელიც იქნება მინიმალური მოგებით გაწვილი, რადგან იცით რომ არის ვალდებულებები, როგორც საწყობების აშენების მიმართულებით, იაფის წესები, მაგრამ თუ ვერ ჩაობარებთ ერთი წლის მანძილზე ხდება უკვე მაღალ პროცენტში გადასვლა, ხალხთან გამოტანილი ფერმერების ტექნიკა, დანადგარები, ბევრი საქმე არის ვალდებულება, რაც სამწუხაროდ სჭირდება და ამიტომ აუცილებელია ფასის წამოწევა, რომ ამ გამოწვევას გავუწევთ. რა შეიძლება იყოს ბატონ ნიკოლოზ ეს ფასი, რომ ეს ვალდებულებები რაც გაქვთ გადახდილი იყოს და მომგებიანი იყოს კომპანიებისთვის და ბიზნესებისთვის? 60 თეთრი, 60 და 60 თეთრის პარკლებში ხდება თვითონ მოსავლის მიღება და თუ ვიტყვით რომ 70 თეთრად ადგილზე მიიღებდა ფერმერი მინდორში, ეს იქნებოდა აღების პროცესში ნორმალური ფასი. სავარაუდოდ 80 თეთრი მაინც უნდა იყოს ყოველდღე, რომ ვალდებულებებს გაუწიოთ ფერმერმა, ეს გადაიხადოს და გასწარმოება გააგრძელოს. ეს არის საშუალო ფასი, რომელზეც ასე ვთქვათ, შეგვიძლია რომ გავაკეთოთ დადებითი პროგნოზები სამომავლოდ. და ასევე მინდა გკითხოთ მოსავლიანობაზე, მე ვახსენე რომ 2017 წლთან შედარებით 7%-ით გაზრდილია რაოდენობა. ეს არის ხარისხობრივად უფრო ცოდნა შეიძინეს ფერმერებმა და უფრო მეტი რაოდენობის მოყავთ თუ უბრალოდ ნათესი ფართობები გაიზარდა და ამის ხარჯზეა თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაზრდილი და აი ამ ნაწილში რა გვჭირდება რომ უფრო მეტ მაჩვენებლებზე გავიდეთ ვიდრე 22%-ია და სურსათის უსაფრთხოების ნაწილში და ამ კუთხით ხორბალს ვიცით რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამტობებიც ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაიზარდა, მაგრამ ბოლო წლები, როდესაც ხორბლის მოსავლის ხორბლის ფასები იყო მაღალი და სიმინდს გაუწია კონკურენცია, ამ შემთხვევაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა აქტიურად გადავიდა ხორბლის ნათესებზე და მე ნახეთ, რომ ხორბალი არ გაიყიდა და დაუბრუნდნენ. გამოიწვია იმავე შედარებით, ვთქვათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოჩნდა რაღაც მცირე რაოდენობა, ოდესაც ვერ ვიტყვით რომ სათესლე მასალა გვაქვს ქვეყანაში ძალიან დაბალი პროცენტით ესავს ამდენ სათესლე მასალას პირველ რეპროდუქციაზე ვსაუბრობთ. გამოიწვია იმავე რომ ტექნიკა ქვეყანაში შემოვიდა უკვე მეტი როგორც კომბაინი, ასევე ტრაქტორები და დარიგარები, რითაც ნიადაგის მოვლა არის ნიადაგის მოვლა სჭირდება და აგრეთვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლებაც მეტი წამოვიდანელა და ამან განაპირობა და მე ვიტყოდი ბოლო წელს უფრო მეტი დამსახურება არის ამინდის. იმიტომ რომ წინა წლებში იყო ძალიან გვალვიანი 3 წელი და ეს 2 წელიწადია შედარებით მეტი ნალექი მოდის, იცით რომ დედოფლის წყაროს სიგნალია ძირითადად ხორბლის მომყვანი მუნიციპალიტეტები და ეს ყველაზე მშრალი რეგიონი საქართველოში. და ეს 2 წელიწადი იყო კარგი ნალექები, რამაც ზედიზედ ასე ვთქვათ და განაპირობა. ბატონ ნიკოლოზ, როდის დასრულდება პროცესი, საბოლოო შედეგები როდის გვექნება მიმდინარე წლის? მოდი, ძირითადად როგორც აღნიშნეთ, სიგნალი დედოფლის წყაროში ალბათ 10 დღე შეიძლება გარეში დასრულდეს მოსავალი, რაც ნიშნავს, რომ 80% უკვე 80-90% უკვე დაბინაურებული იქნება ხორბლის ნაწილში. და თუ რა უნდა გაკეთდეს, მე ვიტყოდი მცირემიწიანები გვახსენეთ, აუცილებელია გაერთიანებები, აუცილებელია კოოპერირება, იმიტომ ძალიან დიდი ფაქტორები რჩება, აი ამ ასე ვთქვათ დაყოფის ნაწილში ვერ ხდება მისი აგროტექნიკური ღონისძიებების სრულად და აგროვადებში გაკეთება ხარისხობრივადაც
და ეს ვერითესება ერთნაირი თესლი არ მუშავდება როგორც წესია, ვერ ინახავენ სხვადასხვა ხარისხის მოსავალს ერთად და ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის ეს დაყოფილი პატარა მცირე ფერმერული მეურნეობები და ძალიან კარგი იქნება კოოპერირება, რომ სამინისტრო მთავრობამ შეიტანოს ცვლილება იცით, რომ არსებულმა კოოპერატივებმა ვერ გაამართლა და რეალურად ფიცე დასაცველი კოოპერატივია ქვეყანაში, უნდა გასტიმულირდეს ის ნამდვილად ის ადამიანები, ვინც ამაზე წავლენ, ერთი პატარა ბიძი გიჭირდება, რომ გაერთიანება მივიღოს და ეს კიდევ გაგვიზრდის სამომავლოდ მოსავლიანობასაც. მადლობა ბატონ ნიკოლოზ, თქვენი დროისთვის და პასუხობისთვის. ნიკოლოზ ბენიაიძეს უსმენდით, მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე კომპანია შირაქის დამფუძნებელი იყო საქმიანი დილის 10 საათიანი ბლოკის პირველი სტუმარი.